მშვიდობისა საქართველო, დღეს 12 ივნისია, უყურებთ კურიერს 8 საათზე. ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის დღე მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უნგრეთის პრეზიდენტსა და ეროვნული ასამბლეის სპიკერს ხვდება. ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობით ბუდაპეშტში გუშინ ჩავიდა. ქვეყნის პრემიერს უნგრელმა კოლეგამ უმასპინძლა. შედგა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. აქცენტი ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაკეთდა. საქართველო-უნგრეთის პირველი პირების გარდა დატვირთული იყო მინისტრთა კაბინეტის წევრების დღის წესრიგით. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა კოლეგებთან არაერთი შეხვედრა გამართეს. გაფორმდა მემორანდუმებიც. გუშინვე ჩატარდა ორი ქვეყნის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა. დავიგებინეთ საქართველო-უნგრეთის ერთობლივ კულტურის დღეებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებდით მარტო საქართველოს დღეების ჩატარებას უნგრეთში და წარმოვიდა ისეთი შემხედრელი წინადადებები, რომ ჩვენც თქვით, რომ კოლაბორაციას იქნებ შეუწყოთ ქართველი და უნგრელი არტისტების ხელს და ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ აქ გავაკეთებთ კულტურის დღეებს და მეორეს მხრივ იგივე პროგრამას, ან შეიძლება ცოტა უფრო განსხვავებულსაც საქართველოში. ექსტრემიზმისა და პროპაგანდის დაფინანსებაში ადანაშაულებს ბრიტანეთის ელჩ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ბრალდებები გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს შალვა პაპუაშვილმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში წაუყენა და მასზე პასუხის გაცემა მოსთხოვა. ასევე ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა გარეთ უორდს ბრალი დასდო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაშიც და მას ვენის კონვენციაში ახსენა. აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით რუსთავი ორმა ბრიტანეთის საელჩოს წერილობითი შეკითხვით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ გუშინ გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აუქმებს დაგეგმილ გრანტს და ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლება და ის კანონი დაასახელა, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. ბრიტანეთის საელჩოს არ ვიცი მე ხარ როგორ მოვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში. დღისით ბზისით ამბობენ, უნდა დავაფინანსოთ პროპაგანდა და უნდა დავაფინანსოთ ექსტრემისტული ჯგუფები, რომელიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ესე უნდა დააკვირდნენ არჩევნებს. კიდევ ერთხელ ახლა არ ვიცი რა თქმა უნდა ახლა მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ელჩმა გააკეთოს ამაზე განმარტებები. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი პირდაპირ თავად ერეოდა არჩევნებში. ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ. შესაბამისად მისი მიზანი იყო ქართული ოცნების დამარცხება და სხვის მოყვანა ხელისუფლებაში. დავსვათ კითხვა, ვისი მოყვანა? ვინ არიან? ხო ხედავთ ახლა ვინ არიან? ვინ არის ეს ძალა? ეს ძალა არიან ისინი, რომლებიც ერთის მხრივ ნახეთ ჩვენ რაც იყვნენ და საგამოძიებო კომისიაში ვისმენთ კიდევაც რა ტერორი დაატრიალეს საქართველოში და ესენი არის ისალხი, რომელიც თავარ პრობლემას ქართული ოცნებისა ხედავენ იმაში, რომ ჩვენ არ უჯერებთ უცხოელებს. და ამბობენ, რომ მათ პირველი რასაც გააკეთებენ, დაუჯერებენ უცხოელებს. აი ეს არის კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი. ეს დამალობანასო თამაშობენ ელჩები, გამოვლენ რაღაცას იტყვიან, მერე ხმას არიღებენ და ეს რაღაც უკარებასავით არიან, ასე არ არის. რახან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, რახან შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამის მონაწილეები, კეთილი ინებონ ახლა და მოიქცნენ როგორც პოლიტიკის მონაწილე სუბიექტები და გაგვცენ პასუხი, რატო ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან დაკავშირებით ვაყენებ და გასცეს პასუხი, იყო თუ არა ეს ცდელობა, რომ გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე ქართული ოცნების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღამის კურიერის ეთერში გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც. საუბარია ტუსკის იმ მოსაზრებაზე, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებში ლობირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტუსკის გადადგომას მოსახლეობის 45% ითხოვს. ასევე მან ყურადღება გაამახვილა პოლონეთის მთავრობის იმ წევრზეც, რომელიც დღემდე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად აცხადებს. მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა მისი კანდიდატი, პარლამენტში მას უმრავლესობა ყავს და ასე ვთქვათ, მან შეეცადა ის, რომ ის მარცხი რაც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში დაეკომპენსებია პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. თუმცა, რა თქმა უნდა,
მათ შორის მონაცემების მიხედვით 45% დაახლოებით მოსახლეობის ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ამ მთავრობის წევრი არის ბატონი სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ ამ ღირებულებების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს, რომელიც სავარაუდოდ არის დაკავებული ზუსტად ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად საქართველოს ასე ვთქვათ იმდენად შეაწუხოს საქართველოს, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა. ისაუბრებენ თითქოს პოლიტიკურ და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ქართულ ხალხზე დააბრალებენ საბოლოო ჯამში და აბრალებს საბოლოო ჯამში მის ამ საქციელს და ქმედებს. დონალდ ტუსკის განცხადება საქართველოსთან მიმართებით სარუკვირთ მმართველ გუნდში ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილის ლობისტია და ვიზა ლიბერალიზაციის შანტაჟისთვის გამოყენებას ცდილობს, რაც არ გამოუვათ. ბუნებრივია პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. ის არის ტუსკის და ასევე სიკორსკის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ყავს. არიან პირდაპირ ლობისტები სააკაშვილის. ამის შემდეგ ბუნებრივია ის ჩვენ გვებრძვის. სწორედ ეს კანდიდატის სტატუსი, ვიზა ლიბერალიზაცია შანტაჟის და მუქარის ინსტრუმენტად გამოყენებული. ეს არის და ეს არაერთხელ იყო მცდელობა, რომ შეეჩერებინათ, მაგრამ იქ არის მექანიზმები, რომელიც მადლობა ღმერთს აზღვევს საქართველოს ესეთი გადაწყვეტილებისგან. ასე რომ ტუსკმა შეინახოს თავისი მუქარები. უკვე მესამე დღეა სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში იმყოფებიან. ძლიერი საქართველოს ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის სახელით მართავენ. ოპოზიცია ვიზიტის მიზნად საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ასახელებს, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს საკითხზე მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ბრიუსელში ჩასვლის რეალური მიზანი წინასაარჩევნო და ახალი დირექტივების მიღებაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან ბრიუსელში და საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან დროებითი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. აი, ეს არის ის გზა, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენ საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს და ჩვენ საზოგადოებას მოუტანს კეთილდღეობას. ჩვენი ადგილობრივი რადიკალები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, როდესაც ურთულესი პერიოდი უდგათ, ნამდვილად ურთულესი პერიოდი არის თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ სრულად განულებული რეიტინგი აქვთ, შიდა არეულობა და ერთმანეთში დაპირისპირება, ურთულესი პერიოდი აქვთ, რადგან ვერ გადაუწყვეტიათ და არ მიუღიათ სათანადო მითითებები, ვინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და როგორ შეალამაზონ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა აღნიშნულ კონსულტაციებზე აუცილებლად ჭირდებათ თავიანთი დამკვეთების განმარტებები და მითითებები, სწორედ ამისთვის არიან ისინი ჩასული. მეხანძრე მაშველებს დღევანდელ პროფესიულ დღეს ულოცავს შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს თქვენი პროფესიის მნიშვნელობას. სამსახურს, რომელიც გმირობას, იმამაცესა და თავგანწირვას გულისხმობს. მეხანძრე მაშველებო, თქვენი ყოველდღიური მუხჩაუხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებული დაფასების ღირსია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს, წერია უწყების მიერ გავრცელებულ მინისტრის მილოცვაში. ამ დრომდე თელავის ავადმყოფოში რჩება კახეთში ავარიის დროს დაშავებული 13 ადამიანი. მათ მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობა აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით გრძელდება შესაბამისი გამოკვლევები. ავტოსაგზაოს შემთხვევა გუშინ ყვარელში ნეგრესის მონასტრის მიმდებარედ მოხდა. მიკროავტობუსს, რომელშიც ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის სამაშველო და სასტრაფო სამსახურის ჯგუფები. კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა. საუბარია უკანონო სახერხ-საამქროსა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამერთეულ უნებართო სანახშირეზე. ერთი მათგანი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მეორე კი თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. ორივე მათგანი დაილუქა, მასალები კი სარეალიზაციო და ადგილობრივ საქმიან ეზოებშია გადატანილი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოგნი. ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.
ნიშანდობლივია, რომ მონიტორინგი ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების, ვიდეო ხაფანგებისა და დრონების მეშვეობითაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით პატრულირებას ახორციელებენ როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rusthavi2.gi შეგიძლიათ.